გამარჯობა ძვირფასო საზოგადოება, პირველ ყოვლისა ყველასთან ვიზიარებ იმ უდიდეს ტკივილს, რომელიც ჩვენ განვიცადეთ ყველამ ერთად ჩვენი პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ღმერთმა გაანათლოს მისი სული და დაამკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ და ყველას გვაქვს ის სასოება, იმედი, რომ შევიძინეთ კიდევ ერთი მეოხი წინაშე ღვთისა. ჩვენ პატრიარქს უწოდებენ ეპოქალურ პატრიარქს, მან ნამდვილად შექმნა ეპოქა და ბოლო დროის წმინდა მამები ამ ეპოქას განდგომილების ეპოქას უწოდებენ. ამ კუთხით ჩვენი პატრიარქის ღვაწლი და ბევრი მორწმუნის ღვაწლი მისი ლოცვით, მისი კურთხევით, რომელიც ხდებოდა ჩვენს ეკლესიაში, კიდევ უფრო მაღალ მნიშვნელობას იძენს, რადგანაც განდგომილების ეპოქაში ღვაწლი უფრო დაფასებულია ღვთის წინაშე, როგორც ამას ჩვენ გვასწავლიან წმინდა მამები. ეხლა რას ნიშნავს ეს განდგომილების ეპოქა და ყველაზე მთავარი, რაც უნდა ვილაპარაკოთ დღეს, ბევრი ლაპარაკობს ამ ბოლო ჟამზე, განდგომილებაზე და ასე შემდეგ, თუმცა როგორი დამოკიდებულება უნდა ქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს ამასთან მიმართებაში, არც თუ ის ხშირად არასწორად არის ინტერპრეტირებული და მოდით ამაზე ვისაუბროთ ჩვენი ბოლო დროის წმინდა მამების სწავლებაზე დაყრდნობით. პირველ ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ გარეგნული თვალსახედვით, ეხლა ის რაც სახარებაში არის ნათქვამი და აპოკალიფში არის განმარტებული, ბევრი ადამიანი დღეს ხედავს ომებს, კატაკლიზმებს, მიწისძვრებს, გარეგნულ მხარეს, თითქოს და ეს ყველაფერი თვალნათლივ ჩანს ამ ბოლო ეპოქაში და ამის განმარტებები ბევრია მამების მხრიდან. გარდა ამისა, თვითონ ადამიანის თვისებები როგორი გახდება, ის განმარტებები, რომელიც სახარებისეულად არის მოცემული და შემდეგ უკვე მამების მიერ განმარტებული, ასევე ემთხვევა იმ განმარტებებს, რომელიც ბოლო დროს ჩვენ ხედავთ და აქ შეიძლება გამოყოთ იგივე უსიყვარულობა, ურწმუნოება, შური, ღვაწლი და ასე შემდეგ ის ჩამონათვალი, რომელიც ასევე ჩამოთვლილია სახარებაში და წმინდა მამების თხზულებებში. ამრიგად ეს გარეგნული მხარე მეტნაკლებად შესამჩნევია, მეტნაკლებად აფიქსირებს ადამიანი, მაგრამ როგორ განიხილოს შინაგანი კუთხით ეს განდგომილების ეპოქა, ბოლო ჟამს როგორ მოიქცეს ადამიანი, რას უნდა აკეთებდეს, რა მიმართულებით უნდა ვითარდებოდეს, რისი მოლოდინი უნდა ქონდეს პირველ ყოვლისა საკუთარი თავის მიმართ და შემდეგ სხვების მიმართ. ამის შესახებ უკვე დეტალურად გვიხსნიან ჩვენ ბოლო დროის მამები და აქ ამ მხრივ ჩვენ ბუნებრივია გამოვარჩევთ როგორც ყოველთვის წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოს მე-19 საუკუნის მამას, ასევე გამოვარჩევთ წმინდა თეოფანი დაყუდებულს, ჩვენ ასევე გამოვარჩევთ წმინდა იოანე კრონშტადტელს, ჩვენ გამოვარჩევთ დელმონაზონ სერაფიმ როუს, ჩვენ გამოვარჩევთ თეოფანე პოლტაველს, ამბერგი ტაუშევს და მრავალ სხვა მამებს ბოლო დროის, იგივე წმინდა იუსტინე პოპოვიჩს, იგივე წმინდა ნიკოლოზ სერბი ველიამიროვიჩს, იგივე წმინდა პაისის და ბევრ წმინდა მამას, რომელიც ამ დროის შესახებ საუბრობს და გვთავაზობს იმ რეკომენდაციებს და რჩევებს, რომელიც აუცილებელია ბოლო დროის ქრისტიანებისთვის. ამრიგად, ყველაზე მთავარი, ალბათ, რაზეც უნდა გავამახვილოთ დღეს ყურადღება და წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვის მნიშვნელოვან სიტყვებზე და მის მნიშვნელობის განმარტებაზე უნდა გავამახვილოთ დღევანდელი ყურადღება. პირველ ყოვლისა, რას ამბობს წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი? ესახება მის თხზულებებს, წიგნებს, წერილებს, ის ამბობს ესეთ ცნობილ ფრაზას, ხო? ჩვენ ყველამ ვიცით, რომ განდგომილება ღმერთმა დაუშვა და ნუ შეეცდები, შეაჩერო ის შენი უძლური ხელით. ხო? ახლა რას ნიშნავს ეს განდგომილება? პირველ ყოვლისა ეს განდგომილება არის განდგომა ღვთისაგან, ღვთის მცნებებისაგან, ღვთაებრივი სწავლებისაგან, იგივე მართლმადიდებლობისაგან. და როდესაც ის ეგნატე ბრიანჩაინოვი ამაზე საუბრობს, ის გულისხმობს პირველ ყოვლისა ეკლესიის შიგნით განდგომილებას, რომლის სულისკვეთებას ის რეალურად ხედავდა და თავის წერილებში და არა მარტო ის ბოლო დროის მამები ყველანი წერდნენ
ამის შესახებ და ეხლა ჩვენ აღარ მოვიყვათ ამ ციტატებს, რომ არ გავართულოთ ჩვენი საუბრის თემა, ჩვენს გვერდებზე ამის შესახებ ამ ციტატები მრავალჯერ არის გაზიარებული, ამიტომ ვიცით რომ ცნობილია ეს წინადადებები და ეს ციტატები საზოგადოებისთვის. ამრიგად განდგომილება ღმერთმა დაუშვა, ის ასევე ამბობს წმინდა ტიხონ ზადონელის სიტყვებს, რომ ქრისტიანობა ეს სულიერი ნიჭი, რომელიც მონიჭებული აქვს საზოგადოებაში, ნელ-ნელა შორდება საზოგადოებას, შეუმჩნევლად ასე შორდება, რადგანაც საზოგადოება ვერ ინარჩუნებს, რადგანაც მასში აღარ არის რწმენა. ზოგადად რწმენის სისუსტეზე და დასუსტებულ სარწმუნოებაზე, ზოგადად ამის შესახებ ბევრი წმინდა მამა საუბრობს და რეალურად არის გამოხატულება იმ მდგომარეობას, რომელშიც ბოლო დროის საზოგადოება იმყოფება. ეხლა მე-19 საუკუნეში, როდესაც ეგნატე ბრიანჩაინოვი ამბობს განდგომილების შესახებ, მას უკვე ამ სულისკვეთებას ჩვენ ვხედავთ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში მოყვება უკვე უზარმაზარი რევოლუციები, ომები, ხო, ჩვენ ვხედავთ კომუნიზმს, რომელიც ფართოდ გავრცელდა, შემდეგ ვხედავთ იდეოლოგიურ ცვლილებებს დასავლეთშიც, ჩვენთანაც შემოდის ლიბერალიზმი, მყარად იდგამს ფესვს ეკლესიაში მოდერნიზმი და ამის ყველაფრის სწორედ ამ ეპოქაში ამას განიცდიდა ჩვენი პატრიარქი, ამაში ცხოვრობდა და ამასთან ბრძოლაში გაატარა დიდი დრო. მასთან ერთად ბევრმა სასულიერო პირმა, ვინც ისწავლა ეს სწორი დამოკიდებულება ამ მიმართულებით. ეხლა როდესაც ჩვენ ვამბობთ განდგომილება, შემდეგ უკვე უნდა ვიცოდეთ, რას გვთავაზობს, როგორც რჩევას წმინდანები, რას გვეუბნებიან, როგორ უნდა ვიმოქმედეთ, რა არის პირველ ყოვლისა აუცილებელი, ხო? და სხვათა შორის ამის შესახებ ჩვენს ხშირად გვეკითხებიან კომენტარებში და წერილებში, რომ რა უნდა ვაკეთოთ, ის უნდა ვაკეთოთ, რასაც ყოველთვის აკეთებდა მართლმადიდებელი ეკლესია, რასაც ყოველთვის აკეთებდა წმინდანები, ოდნავ იმ განსხვავებით, რომლის შესახებაც რაღაც ფახიზი მიმართულებები აუცილებლად გასათვალისწინებელია ჩვენს დროში. მაგალითად წმინდა თეოფანი დაყუდებული ამბობს, რომ პირველ ყოვლისა აუცილებელი შევინარჩუნოთ სწორი სარწმუნოება, აღსარებლობა და ის ამბობს, რომ კიბე უკვე აღმართულია, მასზე ასვლა საჭირო, ისე როგორც ადიოდნენ მრავალი წმინდანი, უკვე გზა გაკვალულია, ასე ვთქვათ, და არაფრის შეცვლა საჭირო არ არის. ამ შეცვლაში სწორედ ის ამ მოდერნისტულ სიახლეებს გულისხმობს, რომელიც უკვე იყო შემოტანილი იმ პერიოდში, უკვე იგრძნობოდა თავისი განმაახლებლური სულისკვეთებით და არაფრის შეცვლა საჭირო არ არის. ამრიგად იგივეს ამბობს სხვათა შორის იგივე წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი და ბევრი სხვა წმინდანი, ასე ძველი წმინდანებიც, ჩვენ არ გვინდა ახლა დავაკონკრეტოთ ამ შესახებ. ასე რომ პირველი სწორი რჩევა და ჩვენი თაობისადმი, ასე რომ ვთქვათ, პირველ ყოვლისა ბოლო დროის ქრისტიანებისათვის ეს არის სიმტკიცე რწმენაში და აღსარებლობა და არაფრის შეცვლა საჭირო არ არის. ანუ ფაქტობრივად ბოლო დროის ქრისტიანები უბრალოდ ვადასტურებთ ამ სარწმუნოებას და მორჩა. ყველაზე მთავარი არის დაადასტურო სარწმუნოება. შემდეგ ის წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი გვეუბნება, რომ იქნება ბევრი მსახიობები და ისინი იმსახიობებენ, ანუ ითამაშებენ ქრისტიანობას და არ უნდა შევცდეთ. აქ ის გვასწავლის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილები, ანუ შევიცნოთ უნდა ჟამი და როდესაც ამ სიახლეებზე ლაპარაკი, შევიცნოთ უნდა ადამიანები, რომლებიც ამ ცრუ სწავლებას გვთავაზობენ, ცრუ დამოკიდებულებას გვთავაზობენ. ანუ ბოლო დროის ქრისტიანებს გვაქვს ის მცნება, რომ შევიცნოთ ჟამი, თუმცა რომ ცოტა რომ გავუსროთ მოვლენებს, ჩვენ არ შევდივართ კონკრეტიკაში ბოლო ანტიქრისტეს ჟამის შესახებ და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ საუბრობთ ბოლო ჟამის ქრისტიანების სულისკვეთებაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს განდგომილება არსებობს, ხო? სხვათა შორის ჩვენ, როდესაც საუბრობთ
რწმენის სიმტკიცეზე და აღმსარებლობაზე, ასევე პირველ ყოვლისა უნდა გავიხსენოთ ჩვენი პატრიარქი, ჩვენმა ეკლესიამ სწორედ მისი ძალისხმევით და ასევე მრავალი ქრისტიანის მართლმადიდებლის ძალისხმევით ეკლესია გამოვიდა ეკლესიის სოფლიო საბჭოდან, ეგრეთ წოდებული ეკუმენიზმიდან. ჩვენ ვიცით რომ პატრიარქის ძალისხმევით ასევე აღმსარებლური დამოკიდებულებით და ღვაწლით ჩვენ კრეტის კრებაზე არ მივიღეთ მონაწილეობა და სწორი შეფასებები გაკეთდა და სწორი წერილები ღვთისმეტყველური კუთხით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ მტკიცებულება, დადასტურება ჭეშმარიტებისა, რაც მოხდა და ასევე მთელი ეკლესიის მხრიდან ჩვენ ხედავდით და დღესაც ხედავთ, რომ სწორი დამოკიდებულება გამოიჩინა პაპისტების მიმართ, კერძოდ პაპის მიმართაც იმ კაცრი მართლმადიდებლური და ამავე დროს მოსიყვარულე დამოკიდებულებით. ჩვენ ასევე კარგად დავინახეთ ეს ეპოქალური თვისებები, რასაც ქვია პანდემიის დროს ეკლესიების ღია დატოვება, იმ თვალსაზრისით, რომ არ შეწყვეტილა ჩვენს ქვეყანაში წირვა-ლოცვა და ღვთისდიდება, რაც იყო სოფლიო დონის მოვლენა ნამდვილად ამ ბოლო ეპოქაში, რამოდენიმე წლის უკან და მრავალი სხვა მაგალითების მოყვანა შეიძლება, სადაც სწორედ აღმსარებლური ღვაწლი პატრიარქის იყო წამოწეული, თუმცა მე სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ამის შესახებ ნაკლებად იყო საუბარი ამ დღეებში ტელევიზიით, რამოდენიმე უხდილის გადაგება შემხვდა, რომელმაც გაამახვილა ამაზე ყურადღება და სწორედ ეს არის მთავარი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ სიყვარულზე, ასევე აღმსარებლობა, ეს არის წმინდა მამების მიერ, ასე ვთქვათ, ჯვრის ორი ძელი, ერთი არის წმენდა და აღმსარებლობა, მეორე არის სიყვარული, ასე ამბობენ წმინდა მამების და როდესაც ჩვენ საუბრობთ პატრიარქის ღვაწლზე და სწორედ მის სულისკვეთებაში ვარ ჩვენ ამ კვირაში, სწორედ ეს იგულისხმებოდა, რომ ამ ორივე თვისებას, ანუ სამართლიანობას ჭეშმარიტების კუთხით და სიყვარულს ის შერწყმულად თავაზობდა და სწორედ ამით იყო ის განდიდებული და ეს გვასწავლა თითოეულ ჩვენთაგანს. სამწუხაროდ გამოჩნდა ასევე სამღვდელოება ზოგიერთ გადაცემაში, ამბობენ დღესაც რომ რა ვიცი, როგორ შეიძლება ამის თქმა, მაგრამ რომ პატრიარქი იყო მოდერნისტი და ასე შემდეგ, ანუ ერთი მხრივ ამბობენ რომ წმინდანია, მეორე მხრივ მოდერნისტია. აი ეგ არის მოდერნიზმი, ეგ არის განდგომილება სწორედ. ეს არის სულისკვეთება, როდესაც ურევ ადამიანებს და იმ შეფასებას არ აკეთებ, როგორიც საჭიროა და მოდერნიზმი წარმოჩენილი გაქვს და რეკლამირებას და პროპაგანდას უკეთებ და ეს ყოველად დაუშვებელია და პირდაპირ შეურაცხყოფაა პატრიარქის ამ შემთხვევაში და არა მარტო პატრიარქის, არამედ მთელი მორწმუნე ერის მართლმადიდებლების, რომლებიც მოდერნიზმს არ განვიხილავთ დადებით მოვლენა და პირიქით ეს არის ანტიეკლესიური მოვლენა. შემდეგ პატრიარქი ბუნებრივია ამას წმინდა მამების რჩევის სამებრ ახერხებდა ამასთან გამკლავებას და რა იგულისხმება ამაში ის მოთმინება, სიყვარული და განკითხვის გარიდება. სწორედ ამას გვთავაზობ ჩვენ და გვეუბნება ჩვენ წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვიც, ის ამბობს რომ თქვენ დაინახავთ ამ მსახიობებს, დაინახავთ ამ განდგომილებას, ანუ ვისაც უნარი ექნება ამის, ხო, ბუნებრივია დაინახავს, მაგრამ რა უნდა ვაკეთოთ, უნდა მოვერიდოთ განკითხვას, ანუ განკითხვის სულს. და ის ამბობს შემდეგ მთელი ყურადღება უნდა გადავიდეს შინაგან ცხოვრებაზე, ანუ პირველ ყოვლისა შინაგან ცხოვრებაზე გადახვიდე უნდა, ანუ იფიქრო შინაგან ცხოვრებაზე, აქ სინანულზეა ლაპარაკი. სხვაგან ის ამბობს, რომ ნეტარია სული, რომელმაც დაინახა მასში დაბუდებული ცოდვები და სწორედ ამ განწყობით საუბრობდა ის ყოველთვის და ამ სწავლებას თავაზობდა მართლმადიდებელ ქრისტიანებს და თავდაბლური გზით ზედმეტი აქტივობის გარდა არ უნდა ქონდეს მოლოდინი, ანუ როდესაც ის ამბობს, რომ ნუ შეეცდები გააჩერო შენი უძლური ხელით, აქ ის ამახვილებს ყურადღებას სწორედ ამაზე, რომ ადამიანის ბუნება არის დაცემული, ხო, ჩვენ მიდრეკილნი ვართ ბოროტებისკენ, მიდრეკილნი ვართ ცოდვისკენ, მით უმეტეს ბოლო დროის ადამიანი და სწორი შეფასება უნდა მოხდეს საკუთარი თავის პირველ ყოვლისა, იმისათვის რომ არ შევცდეთ, არ ვცდუნდეთ და ხიბლში არ ჩავარდეთ. ის ასევე იყენებს ტერმინს
ოაზისი არ გვეგონოს ის ნანატრი ქვეყანა, რომელშიც ჩვენ გსურს მისვლა. ანუ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გქონდეს. ეს განწყობა სრულიად მიუღებელია ბევრი ქრისტიანისთვის, რადგანაც ბევრი ქრისტიანის ცხოვრებაში ეს განდგომილების ასე რომ ვთქვათ მემარჯვენე მხარე ასევე გამოჩნდა. ეს არის ზედმეტი შეფასება საკუთარი თავის, აქ ხიბლის მიერი მდგომარეობების პირდაპირ ეს სწავლებები, რომელიც დღეს არის ზოგჯერ შემოსული და იქადაგება მას ჩუმად შორის ამბიონიდან არ შეეფერება წმინდა მამების სწავლებას, რადგანაც მამები უფრო ფრთხილ დამოკიდებულებისკენ მოგვიწოდებენ, რათა არ ჩავარდეთ ამ ხიბლის მდგომარეობაში, არ მივიჩნიოთ, რომ ბოლო დროს შეგვიძლია ჩვენ ძალუც ადამიანებს რაიმე სახის მასიური, ისეთ გლობალური ცვლილებების შეტანა. ეს არის არასწორი აზრი, რაღაცა ზედმეტი არასწორი გაგებით გაბრწყინებები და ასე შემდეგ, რაზეც საუბარი მიდის მასიური გამოსწერება, რადგან წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი პირდაპირ ამბობს, ხო, თავის წერილებში, თავის ნაშრომებში, რომ და გამორიცხულია პირდაპირ ესე ამბობს, რომ ეს მოხდეს გამოსწორება მთლიან ეკლესიურ მდგომარეობაში, რადგანაც სწორედ ამ დაცემულ ბუნებას ამბობს და ასევე ის ეყრდნობა სახარებისეულ სწავლებას და ზოგადად წმინდა მამები ჩვენ ყველანი იმიტომ გვიყვარს და იგივე ჩვენი პატრიარქი, ჩვენი მოძღვრები და თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომ როდესაც მისი სწავლება ემთხვევა სახარებისეულ სწავლებას. ჩვენ მაშინ ვადასტურებთ ჭეშმარიტებას, როდესაც ჩვენი სწავლება არა მოდერნისტულია, განახლებულია, დროის მიერ შეცვლილია და მორგებულია იმ კომფორტზე, რომელსაც მოდერნისტები გვთავაზობენ და როგორც სწორ დამოკიდებულებას. არამედ შეუცვლელია და მყარია, მაგრამ რეალურად არის შეფასებული ეს სულისკვეთება, ეს მიწიერი დამოკიდებულება, რომელიც ასევე ჩანს საზოგადოებაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ამ ეპოქაში, განდგომილების ეპოქაში, ღმერთს არ დავიწყებია, ბუნებრივია, ხო, თავისი სამწყო, თავისი ეკლესია ის ანუგეშებს და რა არის მთავარი ნუგეში, რომელიც ჩვენ გვაქვს ეს ეკლესიის მადლის საიდუმლოებები და ის ადამიანები, რომელსაც თუმცა ცოტანი წმინდანები, ერთეულები, რომლებიც გვანუგეშებენ თავისი ლოცვით, თავისი ღვაწლით, მაგალითს გვაძლევენ და გვასულდგმულებენ, რომ ჩვენც გავაგრძელოთ და ვიმოქმედოთ იგივე ღვაწლით, იგივე დამოკიდებულებით და სწორი შეფასება გქონდეს დროის. ამრიგად საბოლოოდ რომ შევაჯამოთ ახლა ეს ბოლო დროის განდგომილი და ეპოქის სულისკვეთება და ნაბიჯები რა უნდა ვაკეთოთ წმინდა მამების სწავლების მიხედვით, პირველ ყოვლისა ჩვენ ხედავთ, რომ უნდა გქონდეს მტკიცე სარწმუნოება, მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენ რწმენას და არავითარი ახალი სწავლებები, მათ შორის მოდერნიზმი, ეკუმენიზმი, სხვადასხვა პერენიალიზმი და სხვადასხვა იდეოლოგიები, რომლებიც თავს მოგვახვიეს, ეს არ უნდა მიიღო და მტკიცედ აღიარო სწორი პოზიცია და დადგე ამაზე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მქონდეს მოლოდინი, რომ ეხლა რადგანაც ეს თქვი და დაადასტურე ჭეშმარიტება, რაღაცა შეიცვლება აუცილებლად და უკეთესობისკენ. არა, ეს არ არის აუცილებლად, ეს უკვე შედეგია. თუ ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი დაადასტურებს ჭეშმარიტებას, ეს დამერწმუნეთ უკვე შედეგია და სწორედ ამას გვასწავლიან პირველ ყოვლისა წმინდა მამები. მეორე, ისინი გვეუბნებიან, რომ არ შევცდეთ, ანუ ჩვენი უძლური ხელით არ ვეცადოთ შევაჩეროთ ეს განდგომილება. ხო? აქაც მითითება არის, რომ ჩვენ დამდაბლური პოზიცია უნდა გქონდეს, ჩვენ უნდა ვიყოთ განვერიდოთ განკითხვას, წოდებს და უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ შინაგან ცხოვრებაზე. ამრიგად ეს ბალანსი, ასე რომ ვთქვათ, დასაცველი პირველ ყოვლისა, მტკიცე სარწმუნოება და შინაგანი ცხოვრება, რა, ეს ორივე აღსარებლობა და შინაგანი ცხოვრების ბალანსი, ეს არის აუცილებელი პირობა, რომელსაც გვასწავლიან ჩვენ წმინდა მამები და ხიბლისაგან მორიდება, იმ ცდუნებისაგან მორიდება, რომელიც ფართოდ ვრცელდება, იმიტომ რომ ადამიანი მიდრეკილია რაღაცა აღფრთოვანებისკენ და ადამიანი მიდრეკილია ეს რაღაცა
ნაადრევი სიხარულის განცდისკენ და ჩვენ ხედავთ ეს ბევრ სასწაულების მოლოდინში ადამიანები და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ წმინდა ეგნატე ბრიანჩაინი ამბობდა და მართებულად ამბობდა ყოველთვის, რომ ყველა წმინდანი თვლიდა თავს უღირსად სიწმინდის მიმართ. ამით ამტკიცებდა თავის ღირსებას ღვთის მიმართ. არასდროს არ იყვნენ მოლოდინში რაიმე სიწმინდის, რაიმე სასწაულების და რადგანაც თვლიდან უღირსად თავს და სწორედ ეს უღირსება ხდიდა მათ ღირსეულს. დღეს ეს უღირსების განცდა არ არის მყარად, ხო? მამა ლაზარე ლაბაშიძე გვასწავლეს, ჩვენ მოდიან ეკლესიაში ადამიანები, თითქოს ერთი წელი იარა რაღაც აღსარებები თქვა და მე თითქოს აღარ კმაყოფილდება, გონია რომ რადგანაც ბევრი წელი გავიდა, რაღაც შედეგებს უნდა დებდეს და ეს იწყება სწორედ ხელოვნური შედეგების დადება ბრწყალებში, ხელოვნური განდიდება საკუთარი თავის, ეს ფარული ამპარტავნული დამოკიდებული, რისგანაც დაგვიფაროს ღმერთმა. ჩვენ კიდევ შევეცადოთ, რომ ის თავდაბლური გზა ავირჩიოთ და კიდევ ერთი ნუგეში, რომელიც ბოლო დროის ქრისტიანებს უთხრეს წმინდანებმა და კერძოდ წმინდა ნიფონტი კონსტანტინოპოლმა, რომ ბოლო დროს ქრისტიანები მიუხედავად იმისა, რომ არ იქნებიან ესეთი კაცრი მოღვაწეები, მათი ღვაწლი იქნება დიდად შეფასებული და უფრო დიდები იქნებიანო, ვიდრე ბოლო დროის მამები. აქაც ცთარ დამოკიდებულებაში არ უნდა შევიდეთ მართლმადიდებლური ქრისტიანები, არ უნდა გვეგონოს, რადგანაც ბოლო ჟამის ქრისტიანები ვართ, რაღაცას დიდს წარმოვადგენთ, ეს აზრი ყოველთვის უნდა იყოს გაგდებული ჩვენგან, მოშორებული, ასე რომ ვთქვათ, და სიმდაბლის გზით კიდე ველოდოთ იმ წყალობას, რომელიც აუცილებლად არის ეკლესიაში, ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება და მისი მადლი და ძალა, წყალობა არ მოკლებოდეს თითოეულ ჩვენთაგანს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, შეგწეოდეს წმინდანების ლოცვა და მომავალ შეხვედრამდე.